რას შეცვლის ატმაკრია იოგა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? სულიერი პრაქტიკა არნიშნავს, რომ ცხოვრებაში სირთულეები გაქრება. გარემოებები ისევ შეიცვლება. ადამიანები ყოველთვის ისე არ მოიქცევიან, როგორც ჩვენ გვინდა. გამოწვევებიც ისევ იქნება. მაგრამ რეგულარული პრაქტიკით შეიძლება შეიცვალოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ჩვენი შინაგანი პასუხი ამ ყველაფერზე. ის, რაც ადრე ადვილად გვაღიზიანებდა, გვაშინებდა, ან წონასწორობას გვაკარგვინებდა, თანდათან ნაკლებად გვმართავს. და სწორედ აქ იწყება ნამდვილი შინაგანი ტრანსფორმაცია. ჩვენში არსებული უარყოფითი თვისებები თანდათან გარდაიქმნება. გაღიზიანება მოთმინებად, შიში ნდობად, განკითხვა გაგებად, ეგოიზმი მზრუნველობად, შინაგანი ქაოსი სიმშვიდედ. უკვე აღარ ვცდილობთ გარე სამყაროს შეცვლას. ცვლილება ჩვენში იწყება. გარემო შეიძლება იგივე იყოს. ადამიანებიც იგივე, გამოწვევებიც იგივე, მაგრამ ჩვენ აღარ ვართ ისეთივე. და სწორედ ეს ცვლილება გადადის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს ურთიერთობებში, გადაწყვეტილებებში, სიტყვებსა და რეაქციებში. ატმაკრია იოგა აღარ რჩება მხოლოდ იმ დროში, რომელსაც პრაქტიკას უთმობთ. ის თანდათან ცვლის იმას, თუ როგორ ვცხოვრობთ და რაც უფრო ვიცვლებით შინაგანად, მით უფრო იცვლება რეალობა ჩვენს გარე სამყაროშიც. და თუ დაუბრუნდებით მთავარ კითხვას, რას შეცვლის ატმაკრია იოგა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, პასუხი მარტივია. თუ მას ყოველდღიურად, გულწრფელად და რეგულარულად აპრაქტიკებ, დროთა განმავლობაში იცვლება არ მხოლოდ შენი შინაგანი მდგომარეობა, იცვლება შენი ცნობიერება, შენი ხედვა და ის, თუ როგორ განიცდი ცხოვრებას. და შეიძლება ერთ დღეს უკან მოიხედო და ერთადერთი სინანული დაგრჩეს. აქამდე სად ვიყავი? რატომ არ ვიცოდი ამ ტექნიკის შესახებ უფრო ადრე? რადგან როცა საკუთარ თავში ამ ცვლილებას იგრძნობ, ატმაკრია იოგა აღარ იქნება უბრალოდ პრაქტიკა, რომელსაც ყოველდღიურად ასრულებ. ის გახდება გზა, რომლითაც ცხოვრობ. გზა, რომელიც